ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ამიტომ საქართველოში თავისუფლებას საუბრობს ყველა, დიდი მწერლები, უბრალო მოქალაქეებიც. მოდით მოვუსმინოთ მათ. ჩვენ წლების მანძილზე ცხოვრობდით სხვისი ჭკუით, სხვისი გონებით და სხვის კარგით. თავის შეუწუხებლად, მაგრამ დღეს აღარ გვინდა ერთთვალები გავახილოთ, გონება გავხსენოთ და ვხვდით, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ საკუთარი ჭკუით, გვინდა დემოკრატია, მაგრამ არა მორჩილება, გვინდა თავისუფალი ადამიანის დემოკრატია, ამიტომაც უარს ვამბობთ მორჩილებაზე, ამიტომაც გაგვიწორდნენ ორდლესული ბარებით, ქიმიური ბომბებით და ტანკებით. ეს არის კამზომიერი შედეგი დემოკრატიის, რომელიც უარს არ ამბობს მორჩილებაზე, რომელმაც არ იცის რა არის თავისუფლება. დედავ, ეს არის შენი საქმე, შენი წმინდა ვალის სამშობლოსადმი. აღზარდე შენი შვილები, ძლიერი, სულით, გულითა და პატევით გამორჩეულნი, შთააგონე მათ ძმური სიყვარული, რომ ისწრაფონ თავისუფლებისა და სიმართლისაკენ. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი წარსული მოიცავს მყარ მყიდარ შემოსულ მტერთა გაუწყვეტ ბრძოლას, თუმცა მათ ჩვენი დამარცხება ვერ შეძლეს. შეუძლებელია იმ ერმა, იმ ხალხმა დაამარცხოს საქართველოს, სადაც არ არსებობს სქესთა და უფლებების თანასწორობა. თავისუფლებას ფერხუშით შეაბენ მხოლოდ იმ ქვეყანას და იმ ხალხს შეუძლია, სადაც არ არსებობს მონობა, შეგვარდა დამარცხება. იცნობიან პარტიები, რომ თორეულ ხოვერი უკდავდნენ საქართველოს სახელმწიფოს უბედნიერება, ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზეც ხელს იღებს. დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი მიმართულების, ნებისმიერი თანამდებობის. ვფიქრობს მხოლოდ ერთზე, საქართველოს უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა. საქართველოს ღირსია იმისასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ყველაზე ჰუმანურმა ერებმა.